ანუ ერთი რაც აი თქვენ აღნიშნეთ როგორ შეიძლება იყოს ქალების როლი ხო ამ პროცესში და ამ წინააღმდეგობაში. ერთი რაც შეიძლება ითქვას იმედის მომცემია ამ ასე ვთქვათ რეპრესიული რეჟიმის ფონზე, რომ ეს რეჟიმი რეპრესიულია, მაგრამ დგას შიშველ ძალადობაზე, ხო? იმ გაგებით, რომ ჩვენ გვაქვს როგორც იტყოდნენ დომინაცია ყოველგვარი ჰეგემონიის გარეშე. ის ვერ ახერხებს თანხმობის მოპოვებას, ვერ ახერხებს დამორჩილებას ადამიანებს და არის ჯერ კიდე სივსე წინააღმდეგობის. ანუ მხოლოდ შიშველი ძალა და დომინაცია ყოველგვარი ესეთი აბსოლუტური ჰეგემონიის გარეშე და ქალები ყოველთვის პოულობენ ამ სივრცეს, იმიტომ რომ ქალებისთვის განსაკუთრებით ნაცნობია, რას ნიშნავს იყო ჩაგრული და ამ ჩაგრულობაში შეინარჩუნო შენი ხმა და შენი სუბიექტურობა. ეს ერთი საკითხი. მეორე, რომ ეს პროტესტები იქიდან გამომდინარეთ, რომ არის საკმაოდ ჰორიზონტალური, საკმაოდ არ არის ავანგარდზე მიბმული, რაღაც პოლიტიკურ ელიტაზე მიბმული, არამედ ყველას აძლევს აქ ჩართვის შესაძლებლობას. ესეც კარგად გვაჩვენებს აი იმ სტერეოტიპსაც ანგრევს, რომლის თანახმადაც თითქოს ქალები პოლიტიკაში ჩვენთან არ არიან, ძალიან ცოტა არიან, ხო? სადღაც 20%-ზე ნაკლებია ხოლმე ძირითადად ქალების პოლიტიკური წარმომადგენლობა, ხო, პარლამენტში. იმიტომ რომ მათ არ სურთ ან ასე შემდეგ, ძალიან კარგად ჩანს, როდესაც როგორც კი აი ეს იერარქიული ბარიერები ირღვევა და არის საზოგადოებრივ ასპარეზზე თანასწორი ჰორიზონტალური ჩართვის შესაძლებლობა, როგორი წარმომადგენლობითია ქალების მონაწილეობა დღეს პროტესტში და ამ წინააღმდეგობაში და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია.